დილამშვიდობისა მეგობრებო, ყველას მოგესალმებით. ახლა არის 29 მაისი და 9:15 წუთი. დღეს დილიდან, ესე იგი, Facebook-ში ტრიალებს ერთი და იგივე ამბავი ჩემს Facebook გვერდზე. ეს არის პაპუნა ლოცულაშვილის ამბავი. და ამასთან დაკავშირებით მინდა 1-2 სიტყვა ვთქვა. თქვენ იცით, რომ მე პოლიტიკური ხასიათის პოსტები არ მახასიათებს და ძალიან იშვიათად ვეხები ხოლმე პოლიტიკას, ასევე პოლიციას და ასევე ხელისუფლებას. თუმცა, აი ამ შემთხვევაში მე მინდა გითხრათ, რომ სერიოზულ საკითხთან გვაქვს საქმე, რომელიც საკითხითაც პირდაპირ მნიშვნელობით ამათმა ჯერ კიდევ არ იციან ვის შეეხნენ და რა მოელით ამის შედეგად. ამ ადამიანს თვითონ პაპუნა ლოცულაშვილს ხომ? პაპუნა ლოცულაშვილია თუ არ ვცდები. პირადად არ ვიცნობ, არანაირი შეხება არ მქონია მასთან. მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ეს ადამიანი ძალიან დიდი მფარველობის ქვეშ არის არა ქვესკნელური და ქუეყნიერი ადამიანების მიერ, არამედ ზეციერი ძალების მიერ და ადამიანები აქ უკვე იმდენად გაიხლართნენ ამ ზეციურ საკითხებში, რომ მათ არ იციან ჯერ კიდევ რა მოელით ამის ნიადაგზე. მათ გაისვარეს ხელი ისეთ ადამიანზე, რომელ ადამიანსაც ჯობდა არ შეხებოდნენ და აწი თქვენი თვალით იხილავთ რა მოელის სრულიად ამ სახელმწიფოს, რომელი ხელისუფლებაც დღემდე იყო საქართველოს ხელისუფლებაში მოყვანილი. ბრძანებაა გაცემული ზეციერი სამყაროს მიერ ამ ადამიანზე, ვინც ხელი დაადო და ვინც ხელი გაისვარა სრულიად ხელისუფლების ყველა წარმომადგენელი მოიხსნეს თავის პოზიციიდან. აი თქვენ ახლა ნახავთ, რომ ეს შეიძლება სასაცილოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ ძალიან მალე, სულ რამდენიმე თვეში, ყველა ხელისუფლების წარმომადგენელი შეიცვლება. ახლა კი დაგემშვიდობებით და მომავალ შეხვედრამდე. და იცოდეთ, ეს მხოლოდ იმიტომ მოხდება, რომ აი ამ ერთ ადამიანზე ხელი და ფეხი გაისვარა ხელისუფლება. კარგად იყავით მეგობრებო.